მოგესალმებით მეგობრებო, ჩამოვედით მამაქალაქში, რათა გავატაროთ ერთი ღიარული და ბედნიერი დღე. ჩვენ კი თბილისში დავრჩით და ვეცდებით რომ უკეთესი დრო გავატაროთ. ვეცდებით რა გავატარებთ აუცილებლად. ნახოთ რითი შეიძლება გაერთოს ადამიანი ამ ქალაქში და რა მაგია აქვს ქუთაისს. დღეს ჩვენთან ერთად იქნება თბილისის ძირძველი კოლორიტი ნიკოლოზ რაბანოვი. მადლობა რაბანოვი. ჩვენ მეგობრებო სტუმარი არ გვეყოლება აქ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ ამ ქალაქის სტუმრები, ჩემს გარდა. მაგრამ შვიდად ვართ, იმიტომ რომ ჩვენი კონტენტის წარმდგენი კვლავ არის ბეტსონ სპორტი. მადლობა. რა ლაიქეთ ვიდეო, რაც თავარია მეგობრებო, ავიყვანოთ 300,000 გამოწერზე ეს ხალხი რაღა დარჩა და 300,000 გამოწერზე ძალიან დიდ სპეშალს შემოგთავაზებენ დარწმუნებული იყავით, რომელსაც 350,000-ზე დადებენ. ეტრის დავაბრუნებ. ჩინელები ყავს გასასეირნებელი და მოვალ რა. ის დროშა დაიჭირე. კიდევ დროშა რა უჭირავს. საცამ შემზე მიმანიშ. არეშვება. დღეს ჩახვეული მაგ. ესე იგი, მუნდის ქუთაისში ვართ, ეხლა თბილისში რა ხარ? სხვა დუჟენია. ცოტა ესე მოიკეთე, შენ და ცოტა ერთ ოთახში იყავიდე, რა ქენი დღამე? არ აინტერესებს ქალაქს, მაო. ეხლა მეგობრებო, ვაპირებთ იმას, რომ ვისაუზმოთ ნამდვილად გიორგი. და ცოტა შეგვირჩია რაღაცა საინტერესო, როგორც ქუთაისელმა ძირძველმა კოლორიტმა ადამიანმა. ვარიანტებიდან იყო პალატი, მაისის ეზო, ყველას არ ჩამოვთვლი. ნუ ბოლოს მაისის ეზოზე შევჯერდით რა, ახლა შედარებით ახალი გახსნილი ადგილია და ნახოთ. მაისის ეზოში, მაისი რო არ არის. აუ, შეიძლება რაკეტილი იყოს, არ მიფიქრი ამაზე. ფიო, მარტო მაისი არ მუშაობა, როგორც ხედავთ, გიორგი იუმორი დატოვა თბილისში და ისე ჩამოვიდა. გვიმღერა გიორგი? გამოვისეირნეთ და კაფეს ოლოს შემოვედით. ვიღაცას არ ეგონა სოფულია გადახდილი ამაში, არაფერი და რა ვიცი მე პატრონი რამეს მოგწევს. ჩვენები არის ისა ბათერჩიკენი. აი ეს მე. მოდიში პირველად პრესე რა პილოს. პირველად გამოვიდა ქალაქში. მოდიში თეკას საშაურები. წეღა ვიძახდი რა რომ მეთქი რაღაცა ისე მოგცენ არ ვინა არ გადავიხადოთ მეთქი და რაღაცა გვაქოფულიო და ბიჭო ფულს არა აქვს მუღამი. მოპარო ლალუჩას უფრო კარგი გემოაკ მეთქი ვიდრე ნაგეტს. აბა კაცი ხარ და შემედავე. საუზმე ზოგადად არის ჩემი საყვარელი საჭმელი. ანუ ყველაფერს მეჩვენე, კაი საუზმეს თუ მივირთმევ, მე ის დღე არის ძალიან კარგი ჩემთვის რა. და აი მოუთმენად ველი რომ შევიდეთ და გადავიდეთ. შევიდეთ გიორგი. წამოდი გიორგი. ახმელია გიყვარს? ახმელაც იქნება გუნდის დღეს. ახმელია ხვალდილით. კაფსეთი ჩიკეთება ქართლის ხორცით რა, როგორც ვიცი და ხე. აქ შებოლილი ლორია. გიორგი ისინი არიან მორესტორნო ამბობს. ჩვენ ვართ ევროპაში არის და სულ ესეთი ისინი ქუჩაში აშტილი. ეს თბილისია, ბეიბი. ხო, ეს თბილისი ხო ევროპის გულია. მე მინდა მოვაფერო ჩემ თბილისი, კიბიჭები, სენდვიჩებს ჭამენ როგორც ვიცი. სენდვიჩებზე არის. ხო, სენდვიჩებზე არიან და ჩვენ აგერ არაჩვენ გარემოთი ანუა, ეს სამეპარება რომ ბევრად წინა ვართ რა და. აბა რა. ეს საუზმეა ჯერ. ჯერ მხოლოდ. როგორც ტიპიური თბილისელი დაიწყებდა დღეს, ისე დავიწყეთ რა თქმა უნდა, ყოველივე საუბრს. ჩემი ყოველი დილა ესეთია. სხვადასხვა. ყავის გარეშე არ შემინია. ან აქ ვარ ან ყუსტბაზე. დისკაუნტები მაქვს. ხო გოგო გამიგია. აი, აუცილებლად აბა. აბა, ეს მახაყაია. ტრაბლი კაია. ეხლა დავიჯერებ ჩვენზე კარგად მიერთმან ისინი. ხა. ეს მაისში რა იქნება? მე გეკაჭებოდით, მაო, მაისობას გვირილობას ჩამოვიდეთ მეთქი და აწიხო წამოვხოთ. მე აქ რა ჩემია? მადლობა ძალიან. გაგიმარჯოთ, აბა. ამ ადგილს გაუმარჯოს და ქუთაისს მაისის გაუმარჯოს. ეზოს გაუმარჯოს ქუთაისს. აუცილებლად. გაგიმარჯოს. ცოტნე რაის მის
ბიღიშიდან რა ისმის მე აღარ სენდვიჩები გონიათ საოცარიო. დიდი ხანით ბიღიში აღარ მე ლაპარაკი დამავიწყდა ქართული. აუ, ძალიან კაია. ხახვის შემოდის უხეშად ძალიან. რა მოდის? ხახვის გემო. კაია. ეს რაღაცნაირი შეგრძნებაა ბიჭო ეს შუა ქუჩაში. შდომა. ევროპაში ეს. მაგრამ ესეა ძმაო. ოცნაობას გინდა თანა ევროპას არ გინდა. ეს არის ამოიჭრა ძალიან ხო შევა. ამას ასვიდავსი. სულს დავადებ. ეს ამოიჭრას დავტოვებ. ამაინც ყველა მიხდება რა თქვი. აბა გითხარი როგორია? აუმარჯოს მან ევროპელ დროს. მადლი ეწეოდეთ ავით პირველად ჭახული სვეჩეოთ. მე მარცხენა ხელით მაგიტო მოგიჭახუნე რომ რეალურად არ ყოფილიყო მოჭახუნება. შენ კი მარჯვენას მომიჭახუნე. არ გესმის ქართულობა არა უშოს. ბრავო ცოტანე, ბრავო. ვინ თუ არა მე? ღვინოში არის ძალიან კაი, ღვინ დროიცოდეთ. შენ წარმოიდგინე და. ამის ღერთი ის, მომეცი. მაგრამ გადაიბლოს თავზე სანამ არის. დავისხათ. მეგობრებო, ესე იგი ქუთაისში ვართ. ვიღებთ ქუთაისს და თბილისის შედარებას. გვინდა ეს ქალაქი ამ დღეს კარგად წარმოვაჩინოთ და მაისის სეზონში ვართ ეხლა და სად გვირჩევთ? აი, მაინდა-მაინც საკვებადგილებს არა, ზოგადად ქუთაისში როგორ გავერთოთ? სად წავიდეთ, რა მოვინახულოთ? ყველაფერს რეკომენდაციას მივიღებთ. აბა თქვენიცით. გამოვედით სოლოვაკიდან. სოლოვაკი კაფე ხო ბარი? კაფე სოლოვაკი. სოლოვაკი. ნუ ფასები რეკლამა არ არის. არა რეკლამა. აქედან ვეღო ზუსტად. ჩაშალო ეგ ამბავი. არა. ფასი იყო 126 ლარი. არა. მართლა? ხადაო. სერიოზულად? არ არსებობს. არ არსებობს. აი არა 12 და 60 ხო არ იყო და ხო არ შეეშალა დოლარებს და ეს შლება შეჭ. უღოტყო ეს შეჩემ. ამ განახებ თუ გინდა. აუ ეგ შევიდა ბიჭო გეუნები იბაზრე ქართულად მეთქი უცხოელი ეგონი. შემით. ხო არ ხადაო. 126 ლარი? არა, მაშინ ეხა ეს უკვე ბოდიში. ეხა უკვე მართლა ეხა. ო უყურებ ეხა ამას. არა, ნუ ეხა ტურისტული ისაა. ხო მაგრამ 126 ლარი ბიჭო ახლოსაც არა მაგ ჰაუზმე შეჩემა ერთი სენდვიჩი, ორი მე რატომ მეჭყობებით რა? ომლეტი? რატო გადაიხადე? გაუქცეული ყავი. ძალიან ძვირი რა. ხოტო კატასტროფაა ბიჭო. რას ვფიქრობ? იცი აი 65 ლარი გახეთქე რა. ხო და ის რა ამბავია, ხო? ხო მაგრამ 65 ლარი დაუში кай ხა ადგილზე ვარ რაღაცა ფოე კამანდა რაღაცა სოლოვაკში ვარ ბოლო მაგრამ თემკაზე ხო არა ვარ 100 ფოე კამანდა ჩვენზე ხო? რაბანი. ხო ეხა საით. ეხა მე მინდა რომ თაწმინდაზე ავიდეთ ბიჭებო და იქ მე სურპრიზ გიმზადებთ სარკევში შეგიშვათ დავაი. უფ. შენგენაც სვალე. გენაცვალები. ძალიან კარგია მეგობრებო, ძალიან ლამაზია. ეხა ნელ-ნელა უნდა დავიზრათ ჩვენ. სათაფლიისკენ გვინდა წასვლა. კი ბატონო. მაგრამ თუ გამოისწრებს ჩვენი მაყურებელი, სად უნდა შევიაროთ? რა თქმა უნდა, მეგობრებო, მოვედით სოკარში. სოკარი გახლავთ ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომელიც გვეხმარება ვიდეოების გადაღებებში და კონკრეტულად ამ მიმართულებაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ სოკარის საწვავი გვჭირდება ხოლმე ჩვენ, როდესაც წავიდეთ და წამოვიდეთ წინ და უკვე. რომელი საწვავი გვჭირდება ჩვენ გიორგი? ნანო პრემიუმი, იმიტომ რომ ნანო პრემიუმი უთილდება მანქანის ძრავს, უთილდება გარემოს და ამცირებს წვას და ეს ყველაფერი კარგად შევიგრძენ, იმიტომ რომ ამას წინათ მოხდის სადაც არ იყო სოკარი და ნუ ჩავასხი გივიას დუკანში სადღაც და მანქანამ ამინთო კლუჩი, მაგინა ესენი დაიწყო და მართლა მივხვდი თურმე, აი კიდე უფრო დავrწმუნდი რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენ საწვავს. აუზი ავავსეთ კი ბატონო. და ეხლა უკვე გადავინაცვლებთ სათაფლიაზე. იქამდე მოდი ისიც ვნახოთ რა. კომენტარები დაგვიწერეს. მოგწერეს რაღაცა. მაყურებელმა სად შეიძლება რომ ხნათო. შავი პრინცის სახლ-მუზეუმიო. ვეღადავებიან კომენტარებში. არსებობს მართლა? შეიძლება არსებობდეს.
რავი, ზოგადად ნინოშულზე მეტადონის პროგრამორმა მანდადის ყველაზე მეტი ხალხი. ბალახვანის კიბეები რომ არ ნახოთ, კულტურული დანაშაული იქნება, YouTube-ის კლასიკა. ავითვალისწინებთ. წყალტუბოში წადითო, ძალიან ლამაზი გარეუბანიაო. წყალტუბო ეშმაკის ბორბალზე მოჯექითო. ეშმაკის ბორბალიც ისეთი რეკლამა გავუკეთეთ ცოტა აუცილებლად. სიამოვნებით. 28 წელია ქუთაისში ხო და მეც მაინტერესებს. მადლობა მაყურებელს ჩვენ გავამწერებს რომ რაღაცები გვირჩიეს და გავითვალისწინებთ დროთა განმავლობაში. ეხლა პირველი ლოკაცია რაც გვაქვს აქ სათაფლიაზედან წავიდეთ. კი ბატონო. ნამყოფი არ ვართ ხო? შენ ხარ? სათაფლიაზე არ ვარ. აი ქუთაისში რომ აღარ. რაო? ხარჯი პარკში ჩამოვედით, ბარათი ავიღეთ 98 ლარი ჩავრიცხეთ და თურმე დავამატეთ. ახლა შევიდით. აი ხარ დაიწყოთ მანდრაგინდად ბავშვები ხართო? არ უნდა მოკლა შენში ბავშვი არასოდეს მეგობრებო. არასოდეს. მაღლა ავიდეთ. და ყველა ხერზე ვიჯექით. ყველა ხერზე რა, ყველა ატრაქციონზე ვიხედით. მაგალითად ვიყავი. იმას ღარან ყოფილი? ეგეც ხონდა ვიდეოში. შენი ყავი? შენი ყავი ხო? მე არ ყოფილი. თქვენ არ ვიდავთ, ჩვენ არ ვიდავთ. დაბა, შენს დახარ? დახარ? აჰა. წამომაშ. მოიცა! ეს არ იყრება, კაცო, ესე აკავე. და არა წავიდით. პატრიცემულებო, მობზანდით, წავბზანდით, მაგ GoPro-ს რომ მიშვერ ეგრე ძალიან ხო, მაგას ნებართვა ჭირდება. აი ეს არის რა. ამ ადგილის აღებას ვაპირებ. დინოზავრების ფერმა უნდა გავაკეთო და რას მირჩევთ? აი თქვენი აზრი მაინტერესებს რა. კაი ადგილი ის უყვარდათ. რა უნდა გააკეთო? დინოზავრების ფერმა. აუ, რა მაგარი ბიზნესი დიახ. ძალიან მაგარია, просто ბიჭო, ბევრს ჭამენ მაგათი დედა. შენახვაჯდება ძვირითო. მაგრამ ტურისტული ატრაქციონია ძალიან კაი რა. ეხლა გამოყავს ჩვენ ძალიან კარგი ჯიშები სხვათა შორის, აი შენი ტანის ყავს ერთი დინოზავრი და რა ვიცი აბა. მაგრამ გადააშენათ ბიჭო. რა ვიცი. ძალიან კაი. შამ გადააშენათ. არც ხება. ხო, არის სიგრილი. ბიჭო, მაგარი უნდა დავტოვა ნაკვალები რა. აი სადმე რომ მე მომკვდები, შვილიშვილებმა ფული აიღონ რაღაცა, ყალას ნაკვალები. ცოტნე სად უნდა ავიდეთ? შუშის ის რო არის, ხო ხედავ? აი ხო. გადმოსახელი. იქ რო ჩანს შუშის ის. აი იქ უნდა ავიდეთ. გიორგი, იქ უნდა ავიდეთ. მე თაფლი არ არის დავჭი. მიდი ყალა, მიდი შეჩიმ. არა ბიჭო, არ გავყარო შეჩიმი. ჰეტეროზავრი, რომელიც აი გამოტარეთ ცოტა შორის. აი ისეთი საინტერესო ისტორია სწორია. ჩამოგგები ლუდი ხაპია იმალება აი ესე. აბა ნახოთ. თუ აღმოვაჩენთ კადრს. ლუდის ხარშვის დროს აი ესე გამოივა. აბა ნახოთ. თუ ვიპოვით კადრში სად არის? ვა. აუ ძალიან მაღალზე ვარ თამოსულები. აუ მე ბიჭო, აუ თურქეთში ვარ ნაშდომი, აი ამაზე უარესე ბიჭო და აი მახსოვს რა მაგის მერე. აუ ვალა. ვა ბიჭო. ვა ბიჭო. ეს ხედავთ გამოგვაბულს. არა, შეგეშლებათ. ეს გამოქვაბული არ არის, ეს არის გამოგვაბული. იმიტომ აქამდე რომ ამოდიხართ, აი ესენი კი გამოგვაბული. აი
აი მეგობრებო, ჩვენ უკვე შემოვედით shit. tot ხედავთ აქ დინოზავრის shit. ფრთხილად იყავით და წავამყევით ნანოლაიარეთ. მოგთქერად, ეს დავაგმიძე არ წამოეგოთ ფრთხილად იყავით. აი ეს პროლოდები გადააბა ტირონოზავრებსმა מחარამ დენი და ის მაგის გაყვანილია სხვათა შორის მინდა იცოდეთ. მუსიკა არის, ეს არის დინოზავრის კავერი. სიკვდილის წინ სხვათა შორის ამას ურთავენ. ესა და ბახტანგ ბაციკაძის ბლიჩში სხვათა შორის ეს უპასუხეს დინოზავრებმა. და სიკვდილის წინ ეს მუსიკაო და ეს არის ეგრეთ წოდებული გედის სიმღერა. აი წყლის ხმა ხო გესმის ეს დინოზავრი ხელებს იმaks. არა, დინოზავრი ტირის, სპანაშვილი არის. ძალიან მაინტერესებს თბილისის გუნდი, აისაც წავიდო და ეს ადგილას. ო, თბილისში? გამოგბობულები ჭირს. ეს რა მაგარი გასართობი რაღაც ყოფილა, არ მეგონა. ყოველთვის რაღაცა ისე უყურებდი ხოლმე რა, რომ არ მეგონა ესეთი კაი შეგრძნებების დატოვება თუ შეეძლო. აბა რა, ბიჭო, აბა რა. მეგობრებო, მოუახლოვდით გზაგასაყარს. უნდა ავიდეთ ზემოთ აუცილებლად, ცოტას უკვე ძალიან უჭერს. იურული პარკი, რა არის იურული პარკი? აბა ვინც ის? იურები იყვნენ ბევრი. ბევრი იურა ცხოვრობდა მაგ პარკში. არა. ერთი იურა იყო და მაგის პარკია. ერთი იყო. იურული პარკი. მოდი ეხლა, რამდენი ხანი გელოდო? ესე იცის ხოლმე ბიჭო. აი ხა იმას დაუძახ ნახე ეგრე მოვიდეს. და მეგობრებო, ავიდეთ ყვერყუდას განახებთ ეხლა როგორი იყო კავკასიური ყვერყუდა. აუ, ამაზე უნდა ავიდეთ. რთულია რომ გადაურჩე მეტეორის ჩამოვარ. მეტეორის ნამსხვრევ პირდაპირ შეემოხდა და მოგეხსენებათ ეხლა ეგ როგორი მწარეა. მწარეს თავი დაანებოთ, ეს იყო სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრიდობა, რომელმაც განაპირობა ამ ჯიშის დასამალება საბოლოო ჯამში. ეგრე ხდება ხოლმე. კვერცხები თუ გეკარგება, შენც იკარგები. ეგრევე დაგამუღამეთ, ეგ ნახე რა იმ ჩაცმულობაშია და რაღაცა. გამოიწერეთ გოტას არხი და სამი ვიდეო აქვს მზად და თუ გამოიწერთ, მალე დადებს. ნავშობ სხვას და საკუთარი ბიზნესი სტარტაპი მაქვს. მოიტრიო წერტილი ჯი. დრონი არა გვაქვს ჩვენ და ამით ესე ვივრდი და მე ჩამისვი ზემოდან. რას მივაწეროთ რუსული ისტერია? მიტროფანოვი, ჟირინოვსკი და ზატულინი ქვეთ ცნობიერში ვერ პატიობდნენ ჩემი თაობის მიერ მათქალებზე განხორციელებულ სპეცოპერაციას. ქართველებმა მათ შეყვარებულები კი არა, ცნობიერება გაუბახეს. ხალხნო, გამაგებინეთ, რა უნდა? აი ამას ელემენტარულია. უნდა ადგეთ. მაუსის ღილაკი აიღოთ და გამოიწეროთ არხი. ანუ რამდენჯერ აგიხსენით? მილიონჯერ თქვენც აგიხსენით, ჩვენ აუდიო, ვიდეო მაყურებელსაც მიმართავ, ჩემი კურსები შეიძინეთ აუცილებლად ძალიან ბუნების კურსები ქვია, სხვათა შორის ძალიან კაია და გამოიწერეთ არხი. რა გახდა მაგის დედავატარი? ყველა ვიდეოში ვარ გამოვდივართ და გამოიწერეთ, სულ მაგას ვამბობ, არ უნდა გამოიწერო. ადამიანმა რომელმაც ეს ბოთლი დააგდო აქ. მაგ ადამიანზე რა სიტყვით? შეიძლება მე უპასუხო ლექტორო? უპასუხეთ? გამოსილებულია. მადლობა. ხვანდელ ლექციის თემა მეგობრებო ჩაიწერეთ, დავალებას გაძლევთ. პოდკასტები, რომლითაც ტვინი მოი. მადლობთ. მისაყოლებელი პოდკასტი პირველი გამიხსენე. მისაყოლებელი პოდკასტია პირველი. ო, ვიღაცა ამ ჩემი აზრით ამ ლექტორს და ჩემი აზრით ვიღაცა ამ ტყეში დარჩება. ბიჭებო, რა ბუნება? ბიჭებო, რა ბუნება? ბიჭებო, შეხედეთ. ნახეთ.
მაგარი ადგილია ბიჭო, რა სიძახი. ხო რა, აი ეგ ძალიან დიდი პლუსი აქვს თბილისის შემოგარენში ცხოვრებასო, შეგიძლია ამოხვიდე აი ესეთ ადგილებში და მოწყდე ყველანაირ აი სიგიჟეს და ხმაურს და ყველაფერს და სიმშვიდეში გაატარო დრო რა. მეგობრებო, ესეთი კაი გართობა. აი არ არსებობს რა. ეს არის იდეალური გართობა. გამოგვაბული ვართ უკვე და ავდივართ მაღალ წვერვალზე. იმედი არ ამ პრიზი მაინც იქნება აქასწლაზე. ძალიან ცხელა. მეგობრებო, ხედი არის ფანტასმაგორიული. პატრიცემულო მეგობრებო, აქედან ახლა წავალთ ალბათ სასტუმროში რომ გამოვიცვალოთ. რატო გიორგი, რა გქის სამაგის? ცხელა. აუ ძალიან კაია, გადამიღეთ ინსტაგრამში. ინსტაგრამზე დავაგრებ რამეს. და engagement-ს ამოვიღებ, აი ძალიან სერიოზულად. გამოვედით სათაფლიადან, გავაფალიერეთ დინოზავრები ვნახეთ, ნაკვალები ვნახეთ. გრილი მაცივარში ვიყავით ცოტა ხანი შესრულები და არ დავღლებავთ საერთოდ ყველა ხოთზე ვარ. მე ყველაზე მეტად მე სიამოვნებო რომ კვერცხა გავიცანე ამაში. მე არ დავარქვით? კვერკუდაში კვერცხა. მეგონი მზევდა მარცხა. ესე იგი თითქმის მივედით ჩვენს დანიშნულების ადგილამდე. რომ კარგად ჩავესვენოთ აუზში და ჩვენ ახლა დავიწყებთ გახურებას 5-დან 0-ით, იმიტომ რომ მე რესტორანში ხო წავალთ აუცილებლად მთელი დღე დაღრილები, უნდა მივირთოთ. მე გავხურდებით ან 5-დან 0-ს. აბა გაგიმარჯოთ, გამომარჯოს ქუთაისის გუნდს და გაიხარეთ, ჩვენ ხო არ უნდა ვიმტროთ და ვემტროთ ერთმანეთს ბიჭებო. თავარია სიყვარული, გაგება და მეგობრებო, შემოვედით ჯინოში. რავი, მე პირველად ვარ, კაცი. დავიბადე, გავიზარდე თბილისში და აქ რო არა ვარ, ნამყოფი ცოტა უხერხულია, მაგრამ არა უშავს. ჩვენისთვის ვართ აქ. ყოველთვის აი არც გისურვებთ ისეთი ხალხის გვერდით იყოთ, რომლებიც აი რომ პირველად გამოგაცდევინებენ ცხოვრებაში საუკეთესო წუთებს და მერტი თქვენკენ. აქ რა გვინდა და? ხო და თბილისში ხო არის ეს აუზები რა. არის რავი, სხვაგან ხوار წავიდეთ. წამო რა, მე ეს მოვიფიქრებ უკეთეს საშუალო. ეს არ გოგეცევა ეს აუზი რა? საცაო, შემიგა. წამო წავიდეთ. პატრიცემულო მეგობრებო, მდინარესთან მოვედით. კი ბატონი. უფასო ბუნებრივი რაც არის, мама პაპური, დედა პაპური, ყველაფერი მოდის და რადი ჭახტი. და მე უფრო მეტი დალევაში დავხარ. იეი! დალევას რა შეეხება 5-დან 0 ჩვენს გვერდით არის? კი ბატონო, პარკით. საზამთრო ვერ ვიყიდეთ. ერთ-ერთი შენიშვნა რაც მაქვს, ალბათ ეს ნაგავი რაც ირგვლივ არის და ბევრია სამწუხაროდ, ალბათ აქ ვინც მოდის იმედ დატოვებულია. თავისით ეს ნაგავი ვერ მოვიდოდა. რაც ძალიან სამწუხაროა. მე გამიკვირდა, იმიტომ რომ ქუთაისში სისუფთავე იყო და აქ ეთყობა ვიღაცები აფუჭებენ საერთო ფონს. ყველაზე ძალიან ესეთ ადგილებს უნდა გავუფრთხილდე, რაც ბუნებაში არის, რომ აქ დასალაგებლად არავინ არ მოვა. ქალაქს ყველა დაალაგებს და ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდე. აი რა უნდა მოხვედი? როცა შენ მოდიხარ საბანაოდ ხოლმე და რაღაც. აუ მოხვედი რაღაცა შეჭამე ჩავაგდე პარკში წაიღე მანქანით ან მანქანით მოდიხარ ხო აქ ფეხით მოარავინ დადის. თქვენ თუ არ გავუფრთხილდით აქაურობას არავინ არ გავუფრთხილდება სხვა და ნუ მოჯვამთ იქ სადაც ერთობით რა. გუნდის ქვაზე და ახტი მაგარი ნახვევს დავდებ. მეგობრებო, დამჩნევდნენ შუსტები რა გინდაო? შუსტები რა გინდაო? ეგეთ განარი გო მელოდები გადი მომიგდე. შუსტი გადი მომიგდე. რა არის საჭირო ბედნიერების? პატრიცემულებო, ეს არის ჩვენი ჯინო ფერედაისიც და ყველაფერი. ფერედაისიც ესეთი უნდა. ო, როდის იყავი მდინარეზე გავა? ხო, მეც ეგ არ მახსოვს. მოკლედ მეგობრებო, ეხა თბილისური გუნდი
კოქტეილს წრუყავს. შეზლონგზეა წამოკოტრიალებული. იქ კამერებში შაშე რაც ეხა ძალიან მინდა მეცვა. მაგრამ თავარი არის ურთიერთობა, რაც ქუთაისს აქვს. ნამდვილად შემოძმაო. აგე მესამეებიანი კიდე გაუმარჯოს. ჩაგიჯვით ხაუში. გვეთახები 1000%. ცხოვრებაში იმდეს მიგვეღწია, რომ დინარეში ჩამგრარიყავით და საზამთრო ჩამგრა. აბარა. გამოიწეს ოქტომბუსის არხი. მანაირად კალა მაგრაქცევში. მანაირად დიძე რადგინოდა პატარაზე და გეჭირა ბიჭო. მაგიტო გავაგაძრა რა უეჭველი. კალა მაგრაქცევში. არა მუშაობს. იმენა ბაკწუხის რაზგისავს იცი? მუშაობს. კი. რასთა ის გაგვეფუჭდა. სენსორი ალბათ აღარ ექნება. ბიჭი ჩემი აზრით რა ვიხა? კალა თხო რა. ერთი კვირა რო გადამულა დამუშაო. და გამოისყიდის რა მე მაჩუქე ეს ბიჭი. გეფიცები მართლა ეხა. გავიგე რომ ძმა არის ხარშავდი, მაგრამ ეხა ეგრეც არ შეიძლება რა ბიჭი. დარდობს. აი არა უშავს. თავარია ჩვენ ვარ ჯანმრთელები და ხოძე ვარ და ეხა ჯაკუზიში ჩავალ. ჯაკუზიში ჩავალ და ჩემი ცნელები არ გამოჩნდება იქ. მართლა რა ვიღე. მახარას კიდე უნდა სალაპარაკო გაუხსნა ჩემ. აუ არა ეს აქ ხო. აი მართლა სალაპარაკო გაუხსნა. ის აი, ბასეინიდან დაგემშვიდობები და წინ კიდე უფრო მაგარ რაღაცებს გადავიღებთ და ხა? შენს ვიღებთ უკი? უფრო კარგ რაღაცებს ვაპირებთ ეხა ბოლომდე მივაწვევით რომ გავატრაკოთ. აი ეს ჩვენი ულამაზესი ოპერატორი ჩათუცული გქონდა. იმდენად საფრთხო პოზაში. უმშვენიერესი ზუკი. მოვიდა ახალი პარტია, მოვიდა ხალხის და ჩვენს ნამდვილად დაუთხოვთ ასპარეს, იმიტომ რომ აბონემენტი გვითავდება 1 საათიანი კონდა და უნდა გავიდეთ. კაი. ბაკოცი. არ მეგონა რომ იმ თხევანდელ დაღლას, რასაც ქვია, ეხა ეს უგზებმა მაგრა გუშველა რა. რო რამე საერთოდ არ დაგვისვენი, აი მარტო გადაღებაზე ვფიქრობდით, იქ გადახდი, გადმოხდი, თავპირი მოიმტროე, მაგრამ რო რამე წყალმა მაინც თავისი ქნა რა. და დასვენებული უფრო ვარ, ვიდრე დაღლილი ალბათ რა. მე მაგარი დაღლილი ვარ. დაღლილი ხარ რა თქმა უნდა, მაგრამ აი 1-2 სტეიკი თუ გავამიკეთებ, ფასიაც მართლა. ვა, სტეიკი მომეწონა სტეიკის იდეა რო რამე. ძალიან ბევრი რაღაც ამოიჭრა ჩვენი მხრიდან. თუ ნახეთ რომ 13 წუთი იყო ჩვენგან მარტო ამ ვიდეოში, იმიტომ რომ რაბანა ქუჩაში ჩერდებოდა და აი ზაკეთე. ბიჭო, ამდენი რამე ცხოვრებაში ერთ დღეს არ გამიკეთე. ერთ დღეში კი არა, ალბათ მთელი ცხოვრება რომ მოუკრიფო. ამდენი აქტივობა ერთად მართლა და ბიჭო, მადლობა რომ ბავშვობა გამილამაზეთ. გაიხარა. მოკლედ გამოვიტასავეთ მეგობრებო, აი ქუჩებზე და ვეძებთ სად დავსხდეთ. იქამდე გეტყვით რომ ბეტსონის, სხვადასხვა ბეტსონ სპორტზე მაგერის დერბის ახალი სეზონი იწყება. აუსტით ბევრ ხალხს თქვენ რომ ახსენეთ, ატო მოდის ხვალ, შესარჩევია. და რავი, დაელოდეთ ბეტსონის YouTube არხზე მაგერის დერბის პროექტს. ჩვენ კი გავარჩიოთ თავია, ნუ. ძმებს რა ხდება აქ, რა გადაღება? ვინ იძახის? ა? ანუ რა არის, რა პრობლემაა? რა პრობლემა არ უნდა იკითხოთ ბიჭო, აქ რაღაცებს რო იღებთ. ანუ უნდა გაგვერკვია წინასწარ. აი, ავიგეთ რომ ხალხი გიცნობთ, არა, ახლა გიცნობზე ხო არ არის მართლა რა. უნდა იკითხოთ ბიჭო, აქ მოიწვევით და რაღაცებს მოიწვევით. ვინ იძახის ვაფშე? რა პრობლემა კი არა და ვაფშე რა ბაზარი არის. ეს ჩაი არ არის. როგორ ახარ? იჩიო, თავად არა გუშავს, მადლობთ. ხო მაგარი დადგმა იყო. აი ხო დაიჯერეთ თქვენ. აუ, ვიცილეთ ქვეყნა. ერთი კამერა უნდა გამოყოლოდა კიდე იქ. გლევსე, მოკლედ ახლა ვართ მუზეუმში, ქუთაისში.
ერთ-ერთ კარგ და საყვარელ ადგილზე. რობი უილიამსი უკრავს ცოცხლად. რობი უილიამსი უკრავს ცოცხლად და ჩემი საყვარელი ბიჭები აქ არიან, მოკლედ ამათი არის ეს სიმცე, თაზო, ჯონიკო, შოთა და რა თქმა უნდა კახა ბატონი რა. იმას მინდა დიდი სიყვარულით და დიდი ამბებით მოკლედ. ძალიან გვაინტერესებს. წამო, თუ არ იშლით მაშინ დავიდეთ. ან მოვედით საჭმელად მეგობრებო ნინიას ბაღში და ძალიან ხშირია. იმიტომ რომ დილით რო ვჭამეთ 126 ლარიანებში, იმის მე არ ვიჭამია არაფერი და ერთი სული ვაქ შევიდეთ შეუკეთოთ. ვაფშე შეგეკვეთა და მე მოჩაგეწერა ეს მონოლოგი ხო არ გიფიქრე. რო დაგერეკა და ჩვენ მოდიოთ დაყარეთ რო გეთქვა. აუ დაყარეთ არ უხდება ალბათ. დაღლავი გზენი უკვე ძალიან მიჯერა. ქუთაისს გაუმარჯოს ამ ულამაზეს ქალაქს და ყოველთვის ყოფილიყოს აი რკინის და ბედნიერების საშუალება ქუთაისში რა, იმიტომ რომ უხდება ამ ქალაქს სხვებზე გაცილებით უფრო მეტად რა. გაუმარჯოს. სამ შენზე მიმარცხნარით. საერთო კაცის გულშემატკივარი ვიპოვეთ. მახარაზე რა თქვი? ვაი მე კაცი მოაშორეთ სოციალური ქსელებიდან მეზიზღება. ანუ რაც კი ბიუტი სიტყვაობა არსებობს, მაგკაციდან ვისწავლე ყველაფერი. ანუ მართალი კაცი მოჩვენე. ანუ საშინელი არსება არის ეს კაცი. ბავშვებს ამთხოვს სოციალური ქსელებიდან. ეს ნინიას ბაღი მართლაც რომ ამართლებს სახელს. მეორე რაც თქვენი მაქვს რომ არ არის დასპონსორებული მეგობრებო ეს ვიდეო. მესამე რაც შემიძლია ვთქვა რომ უაღრესი მადლობა ამ ხალხს, ესე იგი როგორც კი დაურეკეთ, ეგრევე აი ესე ადგილი გადაგვინახეს და მოკლედ გადაკვდნენ თავზე რა და რავი ამ დამოკიდებულებას ყველგან ვერ იგზნობ. ის 1000 ლარი რო ჩამერიცხოთ რა ამაზე. მარტო შენო. სტეიკი გავასინჯოთ ვიცი ხა ვიქიდანა. გლდანიდანა თუ საიდან ხარ ჩამოსული, თემკიდან ჩამოსული და გავასინჯოთ სტეიკი ბავშვი, შაურმებს მე აქ იქაურობაო ესე გითხრა და ძე ხო გაგიჟდა 126 ლარიო გაქვთო თქვენო ბიჭებო რომ აქ დატოვოთო დილით. დაგვაგდობი. შენგენაც ვარ, მადლობა. ოპერატორს ასაჭი. ჯაი გადავარდი ვალებში შენ მემორი. აო! გარიგე, ბარე, მამოკინე, ოკეი. ქეთა ეს ვარდი შენ გეკუთვნის და როდესაც გნახავ გადმოგცემ. მიყვარხარ. ენაცვალეთ ბიჭებო. გაუმარჯოს შენ ბიზნეს. აი მეგობრებო, ამიტომ ევროპაში, ევროპიდან ამიტომ გვიზღუდავენ რაღაცებს, რომ აი აქ ეს ვიჟენია რა. შორე კალია ვარდიდან, ქუიდან ვერ მოგიშორებდები. ვარდიდან. აუშო ახლა მუზვის მიმართან მეტავგან. შენ მოსწავლეთ შემოგოგობ სიყვარულისგან და გადა. სანამ შეუკეთოთ მეგობრებო, მე მინდა მოგიყვეთ ჩვენს მეგობარ კომპანიაზე კრედო ბანკზე. კრედო ბანკი გთავაზობთ ვიზა საკრედიტო ბარათს 10000 ლარამდე ლიმიტით, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნით. სარგებლობთ 55 დღემდე უპროცენტო საშეღავათო პერიოდით და ფასდაკლევებით პარტნიორ კომპანიებში. მოკლედ, შეუკვეთეთ და გააქტიურეთ ციფრული საკრედიტო ბარათი MyCredos mobile აპლიკაციიდან. ორი ვარიანტი ქონდა. ერთი, ანა აუდგარიყავით და ისევ ის ტრადიციულ რასაც მივდივართ ხოლმე რა, რაც ხინკალი, მწვადი, კაბაბი, როგორც გვიყვარს ხოლმე რა და მეორე ვარიანტი იყო ისეთი ადგილი აგვერჩია, სადაც აი ცოტა რაღაცა განსხვავებულად შევჭამთ. ძალიან განსხვავებულად შევჭამდით, ხო და ეგ ავირჩიეთ. რამე, ეხა მე ვიცი, კალა ისინი იფიქრებენ, რომ ეს რა არისო, ბიჭო, რაღაც კაცო, მაგრამ რამე ჩვენი არჩევანი იყო და ჩვენ არჩევანს აგერ ნახავთ, რა ძერსკის უფრო გაიშლება აქ და რომ მხოლოდ ხინკალი, მწვადი და ის არ არის რა. გადავერთიავე. კაციხა? ოუჩები ჯაი. ჩაოლ ჯაი. ხოლმე მისტერ აჭარასთან ერთად სვამთ და არ ვიცოდით. როგორ არ ვიცოდით?
მისტა დაჭართოს 25 ხარ თან? გადავიხადე საწევრო 500 ლარი. 500 ლარი? 500 ლარი. 500 ლარი ღირდა? საწევროს და რამ გამიგაცემინა 500 ლარი? მანცადე მაგიხსნა მე რო დავდიოდი მასწავლებელთან ამ გავლას რომ მასწავლი და ყოველდღე 100 ლარი. მე ტანსაცმელი შევიკერე ქართული ორნამენტები ჩოხა ეგ 600 ლარი. ბილეთების თანხა ჩემი მეგობრები რომ მოვიდნენ 50 ლარი და ტორტის ფული დავდებით კიდე 50. მისტერ აჭარას ნებშება ტორტის ფული დაადებინო შეჭო. საგებულოს ეს დაადებინო. აუ სულგუნი ამაგარი ბიჭო. ეს არის რა. ესეც სულგუნი მემართლა ამჟამად. გემრიელია. სულგუნზე არ არის მარტო სულგუნი მიჭამია ძალიან გემრიელი, მაგრამ აი ამას რაშიცა დასოუსებული და ეს? ხო. მაგას მოაქვს აი რაღაც სპეციფიკური გაიგებ. გუდაიზია არის კარგო. ჩემი მუზეუმი ირადობას აგიჩნაო. მე დავიწყდა იცოდე აქედან რატო. შენი ისეთი ნიჭიერი ხარ კაცი მარტო. იცოდე და ესი ლამაზე და მე დაინახე გუდაიზური ირები მე რო შემოვთავაზე. ერთ შოუში და მივიღებ და რამე კითხვას. უცები გამიშალე და დაწერე რამე კითხვა. იმ სიყვარული გაგირიცხვა რასაც გინდა. ეს შოუ არის და ვამთავრე მე კითხვა. MC ჩემმა ხელმარცხნი. სხვათა შორის ჯერჯერობით ესეთ სტეიკი, ესე არ მიჭამია რა სტეიკი რა, ძირითადად ტრადიციულად რა. შენ თრონა დაჭრა? ხო, ეს დაჭრილი მოვიდა ჩამარინადებული ხო, რაღაც соуსები აქვს აშკარად და რა. რაღაც соуსია რა. არა, ეხლა არ მინდა ეს. ძალიან კაია. არ მინდა ეს იმპამპუ. მე ძალიან მომწონს. იმპამპუ რეაქციები არ გვინდა რა. განსხვავებულია. აი ესეთი დონის შემწვარი მიყვარს მე პირველ რიგში. არ მიყვარს არც სისხლიო გაზდის და არც ძალიან გადახარშული. კარგ დონეზეა შემწვარი ჩემთვის და გემოებიც რაც მიჭამია სტეიკები, ხმე სტეიკების ექსპერტი ვარ, როგორც იცით და არც ერთ არ გავს. განსხვავებული არც ერთ არ გავს. ეს არის საუკეთესო ქალაქი სოფლიოში არათა საქართველოში. აბა რა? ამას იმიტომ არ ვამფლობ თქვენი ტაშები და გულები მოვიგოთ. როგორ არა? Bile kamodu yaraşka Suzu kara Oğlum bildirdiğine Çiziki pita Çiziki pita Çiziki pita Seni birine Dudu Ekenleri Kenetleri Arabeli Darıyana gemini ხო, მე სტეიზე არ გადავიდიე. რა მოგატყვა? გემრიელია ნამდვილად. მე არ გადავიდე. და ხე რაღაც ელოდი. ხო, შენ სხვა იმენა ტრადიციულ სტეიქს ელოდი ალბათ და? ეს ხამხანა. ხო, გემოებითაც სხვა ამას ველოდი. სტეიქს გემო არ დამხდა. ყურე ესენი რა გამოიღო? ჰოპ, წაუშვა. sweet potato აიღო დაადო. და Netuszemi małdywa się dostychesa Szygiżes mija moc sureli kari Te was prawi mam swójte dama mam wsięta Te polska moc czwari nam czwari Netuszemi małdywa się dostychesa Szygiżes mija moc sureli kari Te was prawi mam swójte dama mam wsięta Te polska moc czwari nam czwari თავის რა არის მე არ ვიცი. კარტოფილია. ეს კარტოფილია? აბა არ არის კარტოფილი. არ არის კარტოფილი. აუ წვენი რამე.
Somia. Avoriam senieri gogonevi Oh matare shesnelia Ego bretaneta Ipaveliste chemi Avoriam senieri gogonevi Allah bidi ყველაფერს ვიტყვი ძმებო რა, მართლა ტვინი უკვე აღარ შემიძლია. გამიშვით სახლში. აქედან დაგეგმილი ქონდა რომ ბარებში მივდიოდით, მე დილის 5-მდე გუგუნებდით და მივდიოდით ბიჭო რა, ისიცი, ეხლა ვიღაცა შეიძლება არ დაიჯეროს რომ ჩვენ მართლა დილის 10 საათიდან რომელი საათია? რატო არ დაიჯეროს? არა, ვიღაცამ შეიძლება არ დაიჯეროს 11 საათი ხდება, რომ აი ამ დრომდე არ გავჩერებულად ხო. მე ყველაზე მაგრად რეთი ვიკაიფე, იცი? რომ შეგვეძლო გვეძმა კაცა ამის მერე, მაგრამ კიდე ხარ. შემოსულე რეკორდული რაოდენობა ხმების სხვათა შორის პირველად იმერეთის რაოდენობით ერთი წამი აუ ყველას დიდი მადლობა ვინც მესიჯებდა რა მართლა დედას პიცა ვარ მართლა იმერეთი მეტანავა ერთი არიან ფრე ჩვენ ვიცოდით რამდენად ორაში ხალხია და ჩვენი თავები ცოტა მაღლა დავაყენეთ. მე ის გაქანება არა აქვს თივად. მას ამბობენ და სერიოზული ფრისტაილი უნდა. ესეთ რაღაცას ვამაგი. იმათი მხარე ხო არ მაქვს ნანახი. მაგრამ ხვდები რომ იქით უფრო ურთიერთობა იქნებოდა ხალხთან, იმიტომ რომ ქუთაისი ეგეთი ქალაქია, რომ აი ყველასთან როგორ ხარ გადავახო. აქ არის სულ სხვა სიყვარული და სულ სხვა ხალხია და სულ სხვა ურთიერთობა. გულწრფელად გეუბნები და მე მიხარია რომ დღევანდელი დღით თქვენ დარჩით ნასიამოვნები ბიჭო. და მე მიხარია რომ აწი რო ვიტყვი რომ ქუთაისში მოვდივართ ხო, თქვენ იქნებით ის ადამიანები, რომლებიც მეტყვით რომ იქ დაგხვდებითო. აი ჯინგენაცვალე. ისეთი ძალიან კარგი ემოციური, დამღლელი, კარგი დღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეგვეძლო რომ კიდე აქედან გაგვერძელებინა და რაღაცა, მომია რომ ეხა ის წერტილია, სადაც კარგად უნდა დავასრულო. აი ჩეკი რამდენი იქნება, ხო, კაი ის არის. რაზე თამაშობ ჩელენჯ პროსტა? კლიპურტებზე. ვინც ყველაზე შორს იქნება დარჩენი ორი კლიპურტს ურტყავს, როგორი უდარითაც უნდა ისე. კაი. 542 ლარი. 495. 500 მგონია მე. 562? აბა რა ბიჭო. დაო. მე წავაგე? 495 ვინ თქვა შენ? შენ წააგე. კაი, ჩაიხადე. და შემდეგ გამოიცნო ვინ იყო მეც. ვაიმე. ეს ამიცდა დედას პიცა. ეგ იყასო? всё. მოდია შენ. ეგაა ბიჭო. აბა რა. ნუ გოტას არხი რომ გამოიწევოთ ეს იცით, ალბათ გითხარით უკვე რამდენჯერ. რაბანას არხით შეგიძლიათ მიაყოლოთ ზევიდან TikTok არხი. დიდად არ მაინტერესებს. და ძალიან დიდი მადლობა ჩვენ წარმდგენ Betson Sports. პატივცემულო მეგობრებო, ქუთაისის დღე ბოლოში გავიდა. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის გუნდს ახლა მე-9 სიზმარს ნახულობენ და ისე ძინავს. კი. აქ მიუხედავად რომ ღამის ცხოვრება შეიძლება კლუბური და რაღაცა დიდად არ არის და თბილისში უფროა, მაგრამ აქ არის სიყვარული მეგობრებო. ჩახუტება, მასპინძლობა და ასე შემდეგ. რა ძალიან გაგვისწორდა აი ამ ოქრო ხალხთან ერთად, ვისაც აი აქ გადავნებთ თვალს. ჩვენ გავატარეთ არაჩვეულებრივი დრო. გენაცვალე. ასე რომ უღრმესი მადლობა ამ ხალხს, უღრმესი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ვიყურებს. და რა ვიცი, ანუ დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელ ორი ქალაქის აი ერთ დღეს ისურვებდით ასევე, რომ მე გადავიღოთ. არის რაღაც პერიოდი, როცა იტყვი რომ აი ვიცხოვრეო რა, ანუ აი ჩვენ ერთ კვირა ლაივი ქონდა, იტყოდი რომ აი ეს ერთი კვირა ის საკაიფოდ გავატარეთ და აი დღევანდელ დღეს ვიტყვი რომ ჩვენ ქუთაისში ვიცხოვრეთ ეს ერთი დღე ძალიან კარგად და გულიმწყდება რომ ამაში ეს ხალხი არის ბრჭყალებში დამნაშავე, ასე რომ გაგიმარჯოთ, გამოგვიწერეთ და მომავალში, რა ვიცი, ვეცდებით რომ ესეთი საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. გაუცვლეთ იქით. გაუმარჯო! აბარა!